დადგება თუ არა თელავის ადგილობრივი ხელისუფლების საკითხი ქალაქში მომხდარი ძლიერი სტიქიის შემდეგ. კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა უკანონო მშენებლობების შესახებ გააკეთა კომენტარი. ამ პრობლემაზე ადგილობრივებიც ლაპარაკობენ, რომლებიც ამბობენ, რომ უკანონოდ მიმდინარე მშენებლობების გამო მდინარის კალაპოტი შევიწროვდა და ღვარცოფი ვეღარ გაატარა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, კვლავ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი. ენერგომომარაგებელ კომპანიაში ამბობენ, რომ დენის მიწოდება ჯერ სახიფათოა მიმდინარე სამუშაოების გამო. როდის დასრულდება ეს სამუშაოები და რა პასუხები აქვს თელავის მერს მის შესაძლო პასუხისმგებლობაზე? დია ბაძაღუა მოგვიყვება, რომელიც დილიდან სტიქიის ეპიცენტრში მუშაობს. პირველ რიგში გეტყვით ადგილზე არსებულ ვითარებას ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვარდაშვილის ქუჩაზე. ეს არის სწორედ ის ტერიტორია, სადაც საძირკველი გამოეცალა აქ არსებულ ობიექტებს და გზა ჩავარდა. სწორედ ეს არის ტერიტორია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ვიწროა, შეიძლება ითქვას, კალაპოტი და სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობდნენ წლების განმავლობაში ექსპერტები და ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ განსაკუთრებით არის შევიწროვებული მდინარე თელავის ხევის კალაპოტი უკანონო მშენებლობების გამო, რასაც ასახელებენ ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რა მასშტაბის ზიანიც გათელავს ამ ღვარცოფის შედეგად, რაც შეეხება პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ამაზე ოდნავ მოგვიანებით გეტყვით, მანამდე კი გეტყვით იმას, რომ აქ კვლავ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მუშაობს როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა, მოხალისეები, მოქალაქეები. ჩვენ ვესაუბრეთ მოქალაქეებს და ისინი ამბობენ იმას, რომ იყო საკმაოდ დიდი ხმარის შემდგომაც მიიღეს კონკრეტული ზომები, რადგან იგრძნეს, რომ იყო საკმაოდ დიდი საფრთხე. აქ ასევე საუბრობენ იმაზე, რომ გარდა თელავისა დაზარალდა სხვა სოფლებიც, კისისხევი, წინანდალი, კურდღელაური ყველაზე მეტად, სადაც სრულად არის განადგურებული, როგორც გვეუბნებიან, მოსავალი ვენახის და ისინი ხელისუფლებისგან ელოდებიან და ითხოვენ კონკრეტულ დახმარებას, რადგან ამბობენ, რომ კონკრეტული საბანკო ვალდებულებები აქვთ აღებული, რასაც მარტო ვერ გაუმკლავდებიან, რადგან მათი მოსავალი არის სრულად განადგურებული. რაც შეეხება მიზეზებთან დაკავშირებით, რომ გითხრათ, კიდევ ერთხელ წლების განმავლობაში, როგორც გითხარით, საუბრობდნენ ამაზე და კიდევ ერთ მიზეზად გარდა უკანონო მშენებლობებისა და დავიწროვებული კალაპოტისა, აქ ასახელებენ იმას, რომ დამბების გაწმენდის პრობლემა იდგა ღვარცოფის შემაკავებელი ნაგებობების, რომელიც არის დამონტაჟებული სათავეში მდინარე თელავის ხევის, თუმცა ისინი ამბობენ, რომ საჭიროებს ყოველწლიურად რამდენიმე წელიწადში ერთხელ გაწმენდას, რაც არ მომხდარა, თუმცა საპირისპიროა ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიცია. ამაზე უფრო მეცოდნა მოგვიანებით მოგიყვებით, მანამდე კი შეგიძლიათ, რომ ადგილობრივების კომენტარები მოისმინოთ. ორის ნახევარი იყო, რომ მომესმა ხმა, რომ ხმა იყო, ხმაური იყო რიყისა და მერე უკვე 3 ნახევარზე ესე უკვე გადმოვიდა. წყალი გადმოვიდა და უკვე, რა ვიცი, დაიწყო საგიჟეთი, რომელიც, რა ვიცი, ხმაური ხალხი გამოვიდა იმ კორპუსებიდან და მანქანებს აყენებდა აქეთ, რომ არ წაეღო მანქანები. და მერე შუქები ჩაგვიქრეს და დილამდე ესე ვიჯექი და მერე ჩვენი კორპუსებისკენ წამოიღო წყალი. ადრე შეიძლება და უფრო გაკეთება, რომ უსაფრთხო ყოფილიყო ის ტერიტორია, ხო? შესაძლოა მეტი დაქანება მიეცათ, უფრო მაღალი კედელია ეშენებინათ ნაპირებზე. ადრე შეიძლება და ეს ყოფილიყო გაკეთებული და ეს შემთხვევა არ მოხდებოდა და თავის დროზეა ყველაფერს რეაგირება უნდა გაკეთდეს, ინაცა უნდა მოხდეს რეაგირება. როგორი თქვით? აი მე თვითონ გულგულელი ვარ და ვენახები სიმინდები, რავი, სუდატბორილია. განადგურდა? კი. სუმთლად. აი ისე რომ ახლოს ტერიტორიას ახლოს ვერ უახლოვდებით. ის სუდატბორილია. აბა ჩვენ გლეხი ისე როგორ გააკეთებს რამეს თუ არა იღოს ესხი და ჩადო იმ მიწაში. და განადგურდა. ნაპოლეონმა ბრძანა თავის დროზე. რელიგია სხვა არაფერია თუ არა შემაკავებელი საშუალება ღატაკებმა რომ დიდრებს დედის დედა არ უწირონო. ზევით მოდელა მთები არის და როცა ხშირი წვიმი დიდი წვიმებია მაშინ ფიზიკურად დინდება მდინარე. ვენახი ხომ არ გაქვთ თქვენ როგორც ისე ვენახებით? ბევრი ქვევით აი სარეალა ტერიტორიები სუდატბორილი. ძირფესვიანად არის ამოფხრილი. ნახეთ. დიდია კალახი. კი, რა თქმა უნდა, აბა. მიწაშია ჩაფლული და ძალიან მძიმეა და ძნელია, მაგრამ რას ვიზავთ? თავარია ჯანმრთელად იყოს ადამიანი.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, თუ ვის ეკიცრება ამ სტიქიასთან და ზარალის ამ ოდენობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, აქ ადგილზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის იყო თელავის მერი ვაჟა მაღრაძე, რომელთან გასაუბრების მცდელობაც ჰქონდა, რადგან მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, განსაკუთრებით უკანონო მშენებლობებთან მიმართებით, რადგან ადგილობრივები ამბობენ იმას, რომ მისთვის მიმართული აქვთ იმაზე, რომ მიეღო კონკრეტული ზომები, მაგალითად თელავის ხევის კალაპოტში ამჟამად მიმდინარე მშენებლობების შეჩერებასთან დაკავშირებით არსებობდა თუ არა რაიმე მექანიზმი ამის. ჩვენ ვკითხეთ მას ამასთან დაკავშირებით, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რა ტიპის ნაბიჯები შეიძლებოდა რომ გადადგმულიყო ამ უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად, ან შეეძლო თუ არა საერთოდ რაიმე ასეთი მექანიზმის გამოყენება მას. მან ჩვენს კითხვებს არაადეკვატური უწოდა და არ უპასუხა ჩვენს კითხვებს, გაექცა და ტელეფონზე საუბარი მოიმიზეზა. აქ ასევე იყვნენ სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლები, თუმცა ვინაიდან ვაჟა მაღრაძე არის თელავის მერი და ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ყველაზე მეტი კითხვა მასთან არსებობდეს, სწორედ მას ვკითხეთ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და შეგიძლიათ მისი კომენტარიც მოისმინოთ. რატომ გაიცემოდა უკანონო მშენებლობის ნებართვები, რატომ დავიწროვდა კალაპოტი ისე რომ ვეღარ აიტანა და გადმოვიდა? მოხდა ცოტა ადეკვატური შეკითხვები დასვით. არაადეკვატურია ეს? აბა ერთი მინდა აი რა ჩვენ ვართ არ გაცემულა არც ერთხელ არ გაცემულა. თქვენ შემოსულები იყვნენ თხოვნით რომ გაგეუქმებინათ უკანონო მშენებლობებზე ნებართვები, თუმცა უპასუხოთ მათ. როგორც ახლა ტოვებთ უპასუხოთ. ამ წუთებში სტიქიის ზონაში, როგორც გითხარით, კვლავ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ზარალის ოდენობა ჯერჯერობით არის უცნობი და ამას სწავლობს კონკრეტულად ამისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭო. სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება გაწმენდით სამუშაოებს, რადგან აქ არის საკმაოდ მძიმე ვითარება, რადგან როგორც გითხარით, თელავის ხეები კალაპოტიდან გადმოვიდა და განსაკუთრებულად დაზარალებული არის კავკასიონისა და ალაზნის გამზირები.